მოგესალმებით. წინა ვიდეოს შემდეგ არ ვიცი რა მოუვიდა დათვს. ჩვენი ურთიერთობა ძალიან დაიძაბა და ომის პირასაა მისული. არ ვიცი ეს ყველაძერი როგორ დასრულდება. თახვი და მაჯვზღარბა გავგზავნე მოსალაპარაკებლად. ვნახოთ რა სიტყვიან. სად არის ზღარბი? ის ამისთვის გადაიხდის. ვიღაცის მოლაპარაკებაზე გაგზავნა და სიკვდილით დასჯა. ფიქრობენ, მათი ხრიკები გადაარჩენს. ეს ტყე ძალას დაემორჩილება. ხვალ ეს ტყე გაიგებს. ვინ არის მისი ნამდვილი მმართველი? ხვალ ჩვენ ვიბრძვით არა მხოლოდ მიწისთვის, არამედ ამ ტყის სულისთვის. გამახვილეთ პირები, შემოიკარით აბჯარი. ხვალ ჩვენ დავიცავთ იმას, რაც ჩვენია. ყოველი ქვა, ყოველი ნაპერწკალი ითვლის. ჩვენ ვიბრძვით გონებითა და ძალით. ამაღამ ვისვენებთ. ხვალ კი ყველაფერი შეიცვლება. დღეს ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სახლისთვის, ჩვენი ოჯახისთვის და ამ ტყის სულისთვის. მაგრად დადექით, მეგობრებო. მოდი, დავიწყოთ. რისთვის არის საჭირო ამდენი სისხლისღვრა? გამოდი და შემებრძოლე ერთ-ერთზე, თუ გამბედაობა ყოფნის. ახლა ვიწყებთ ბრძოლას, ტყის ბედზეა საქმე. აქ გადაწყდება ჩვენ შორის გამარჯვებულის ბედი. ახლა დაგინდობ, დატოვე ეს ადგილი და აღარასოდეს მოხვიდე ჩემს ტერიტორიასთან ახლოს. არსად გადამეყარო. ჩვენ ვერ შევაჩერეთ ტყის განადგურება, მაგრამ ამისთვის სისხლით გადავიხდით. სხვაგვარად შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა ეს წარსულშია. მეგობრებო, გმადლობთ, რომ ამ რთულ დროს მხარდატერას მიცხადებთ და გვერდში მიდგახართ. აბა, მთავარია, ყველაფერი კარგად დამთავრდა. ჩვენთვის კარგად და დიდი დანაკარგი არ განგვიცდია. ეს იყო წარმოუდგენელი დაპირისპირება. დათვმა თავისი ადგილი ისწავლა და ამიერიდან აღარ შეგვაწუხებს. მაგრამ რა უნდოდა ნამდვილად არ ვიცი. გონი ხეზე რო დავავაბრი, აქედან დაიწყო მთელი ამბავი. ჩხუბის შემდეგ ლუც ნამდვილად დავლევდი. მოდი ჯიმშარას ბართან შევიაროთ და ვნახოთ რა ხდება. ჩვენს გამარჯვებულ ბრძოლას გაუმარჯოს! თქვენ მაგრები ხართ, მალე ხუკას მივაღწიოთ და იმიეტის თავი გადავპარსოთ. მართლა დავთვერი, ხო, ეგრეა. გამოიწერეთ არხი, დაელოდეთ ახალ ვიდეოს, მოიწონეთ, ასევე დონაციის ლინკები აღწერაშია.